სამშვიდობის ხალხნებო გაუმარჯოს აი მე დედა აურა გიჟური დღე არის კი არა და გაიქე გამოიქე დღე არის გამოიცანით სად მივდივარ ვიზიტზე და ძალიან მაგრად მეზარება 9 წუთია 25 წუთიანს გავყვები ამიტომ 5 წუთიანს მინდოდა მაგრამ აღარა მქონდა სირბილის თავი და მეთქი არა უშარო წაღმა მივალთ უკუღმა მაინც ჩაუწერელი ფეხმძიმის ნომერს ვიღებ ხოლმე რა ხო და მაინც მივალ ერთ საათაკით არა უშარო ხო და დავიღალი ამ სირბილით ხალხო გარეთ არის ჩვეულებრივ შემოდგომა უბრალოდ მე არ მახსოვს სად რა ჩავალაგე და ჩემოდნების გადმოყრეს აღარ ვაპირებ, ამიტომ ეს არაუშავრა არ არის ცივი და ზემოდან შემოვიცი საროჭკა. მართლა აღარ მინდოდა არც მართლა თუთს ჩავიცმევდი რაღაცას, რა ვიცი და აღარ მინდა რა. ვაიდედა. ერთი კაცი მინდა ფეხზე ჩაპაცვას. გუშინ არ ვიყავი თქვენთან. ვაიმე, არ ვიცი, სახში ვიყავი ხახლო, არც ისეთი საქმე არა მქონდა, ვაიმე და ვერ მოვახერხე და რაღაცა. არა. ვერ ჩამწერ. წამკვდარ მიმკვდარდი გუშინ მართლა ეგეთი დღე იყო გეფიცები დილით რომ ჩავედი კუხნაში როდის ამოვედი მე აი დიდი ხანი რო დგავარა რაღაცა ხო აი გეგონება ეს სამხარეს დაგროვდება ხოლმე ბავშვი და იმდენად მაწუხებს ხოლმე წამოვწეკი ალბათ 1 საათით მე არ დექისევ გავაგრძელე ის ჩემი საქმე მოგად გუშინ ორჯერ საბჭერ წამოვწეკი არ მძინებია მაგრამ აი მინდოდა რომ წამოვწოლილიყავი და გუშინ ძალიან ბევრი სიზარმაცის მომენტები მქონდა მაგრამ ძალიან ვეცადე რომ ის ერთი საროჭკა რომელიც დასახატი მქონდა დამეხატა და ისე სწრაფად დავხატე და ისე მესია მონახატვის პროცესი ხალხო ვინც Facebook-ზე მყავხართ კი ნახავდით ისეთი საყვარლობა იყო აი რაღაცნაირი თბილი ნახატი და დავხატე ეგეც რა მაგრამ მე კოშმარული ღამე მეგონა რომ ფეხებით ვეკიდე და ბოდით და კუჩი რაც სიმჟავე იყო თავში ტვინში წავიდა არც მარჯვნივ არც მარცხნივ არც სტაფილო არც კომბოსტო არც ვაშლი არაფერი გეფიცები აი მეგონა ბომბზე ვიწექი და რავი 3 საათი იყო მიყუდებულ მდგომარეობაში ყო და როდის ჩამეძინა როდის ჰორიზონტალურად როდის გავსწორდი არ მახსოვს ეხლა არაფერი და ეხლა საჭმელი უნდა მეჭამა უცბად ტოსტი დარჩა ნინოს რა რო ჭამეს დილას და როგორც კი პირი გავაღედავ და ჩამეკბიჭა გავახსენდა ქალო ანალიზებზე მიდიხარ ასე რომ შეემწყურვალ იმწყარ ამწყურვალ წავედი ანალიზებდე და მეზარება რატო ეხო არ მეკუთნის ხო და მაგიტო მეზარება ანალიზებზე წასვლა არის ნახვა მინდოდა ეხლა ცოტა წავმაკიაჟოთ ივანე ჩართე მერე კიდე ჩართე და ისა რო გამოიღებ ჯამში ჩაალაგე რამ ანალიზებზე ეხო არა ანალიზები მიწერია რაღაცა უცნაური ანალიზი მოიცადე კონსულტაცია ჰემოგლობინი ბლა 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 რაღაცეები და სკრინინგი გესტაციური დიაბეტის გამოვლენის მის რაღაცა ახალია და კიდე ერთი რეზუსანტის სხეულებზე ტესტირება რეზუს უარყოფითი სისხლის მე რამ სიგძე იყო დავიღალე კუთვნილების ქალებშიო რაღაცა უცნაურობები უნდა გავიკეთო არა ერთი ეს დღევანდელი 1 2 3 4 5 კიდე მაქვს უიდე და რა ძალიან ბევრია რა მე ხوار გავუმჩა ხარ 1306 ოღონდ აქ ეხოსკოპია არც მერე მიწევს და ულტრაბგერდი გამოკვლევა მიწევს მე შევდეთ რომელია იანვარი თებერვალი აპრილი მაისი ივნისი ივლისი 24-დან 30-მდე ივლისი ოიმე მაგრამ ეზარება
დიდი არ შემცივა რა უნდა შევაციოს ვიმე ბავშვია მოვიდა არ მგონია შემცივდეს საერთოდ არ მგონია ძალიან ლაითაც წავისმევ არაფერს განსაკუთრებულს არ ვისმევ უბრალოდ ადამიანს რო დავიმკვირდ თორე აიმე გუშინ ვიღაცამ დამიკომენტარა ძველ ვიღაცამ რაღაც შემამაყურებელმა დამიკომენტარა ძველ ვიდეოზე ზოგადად ძალიან რო შევდივარ ხოლმე YouTube-ზე თუ ვიღაცას კომენტარი არ ავნახე ვინმესი ვიღაცა რაღაცა კაცო რატო ისე ვლაპარაკო ხო და მაინტერესებს ანუ დაიცა როგორ ეწერა აუ ხა შევიდოდი ნახმად დროს დავკარგავ და არ დამაგვიანდეს ტუჩებზე მირტყმა არ გიშველაო ანდეო უეჭველი მივხვდი რომ ფეხბურთზე იყო იქ ლაპარაკი რა და გადავედი ღმერთო მე ვიცინე ჩემ თავზე პირველად ვიცინე რომ რას ავყვებოდი ხო ის იყო YouTube-ის დონაცია ნეტა რეწავის ხალხო ნეტა მზის შუქზე რო გავალ იქნება მარშრუტი შოფერის პავის გავაკეთები რო ავარია პერლამენტი რაღაცა ხო და მაინტერესებდა რა და ჩავყევი და ანუ იმას შევუდი რა ემიგრანტებზე რომ რა არის მეთქი 1-2 კაცი ვერ გისჩენია ну კაი 100-ით რომ აქ რო დაღლილები არიან მეთქი რაღაცა დონაციები და ტიკტოკერები და ფული ჩამირიცხები და რაღაცებზე ვლაპარაკობდი მოკლედ რა და ეგე თუა მეთქი რაღაცა მსგავსად თქვი რა მეთქი მაგას მეც ისა 1-2 ბავშვი მეც მირჩინეთ მეთქი და ტუჩებში ხელი მივიტყი რა ხო და აი მაგაზე და არ გიშველა ტუჩებს ხელის მივიტყავ და მაშინ მივხვდი რაზეც ვიწერდ და კარგად ვიხალისე მოკლედ გაიხალით რაღაცას დამიწერთ ხოლმე მაინტერესებს კი ვერ ხვდები ხოლმე რატო ვიწერთ ხახლა აი თუნდაც გუშინ რაღაცაზე დამიწერა რომელიღაცამ და ვერ მივხვდი რატო დამიწერა ოღონ იმიტომ კი ვერ მივხვდი რომ გავგებრა დაწერა არა რას ავლაპარაკობ ხოლმე არ მახსოვს კარგად ვიხალისე მაგ ვიდეოზე რომ მთელი სერიოზულობით ვლაპარაკობდი რომ როგორ რატო არა კაცო დაღლილი რო დავიბადე სამსახურში რატომ უნდა ვიმუშაო იმიტომ რომ მაინც არ ამყოფნის დადეკით რა დამირიცხე რამოდენიმე მიგრანტები ხართ კარგად ვიხალისე და გულით დამეღალე ხლა ამჩქარჩქარა ლაპარაკში წარბის მშველელი სად არის ეს არ არის ეს თქმა უნდა წავკუთხედებ აი ეს საიდან მაქვს არ ვიცი მე თემუზე გამოვიწერე თუ იმე მაჩუკა მე რა ვერ მახსოვს თემურასია მე კაია სხვათა შორის ჩემ უწარბობას ოდნავ წარების ფორმას აძლევს ეხარ დამიწეროთ ნუ იღებ არ ვიღებ აი სამაკ ხალხო არა მომდის ერთი რო აქ ამოდის ერთი აქ ამოდის რომ ეტყვიო ხოლმე როგორ დაგიწვრილებია წარ რა როდის ამქოდა ახლა ის ჩეჩქივით ნენელა ქრება თქვენ კარგად იყავთ წარბი თუ არა ხო მაგაზე ვიდარდო წარბი არა გაქვს მიიხატე ხალხი იპარსავს ახლიდან იხატავს ეს რა მაქვს ეხა იმდეს ვილაპარაკებ რომ მე დამაგვიანდება ჩვენი მიგეთრიო გოგო ამას უნდა მეორე სარტი რომელიც სადღაცას მაქვს კიდე რამით უნდა ვიყიდო არ ვიცი მეგონი არაფერი საჭმელი მზად მაქვს გააჩნია რომელ საათზე გამოვალ იქიდან შეიძლება ჩვენ შოპ დედაჩემში გავიარო ხო და თუ შოპ დედაჩემში გავიარე ნახოთ რას ვიყიდით ფასტაკლებებია დღეს და ნუ რამე ზაფხულისთვის მაინც რო ვიყიდო 7 ლარი ვიყის თუ რაღაცები რა ან რამე ისეთი რომ რავი რაღაც ნუ მოკლედ გავიაროთ არაფერს აღარ ვაკეთებთ მომდა გავიშო და გავიქცეთ მორჩი არაფერი წასმა არ ვაკეთებ ეხლა უბრალოდ შევამოწმოთ ჩანდა ხო აქ
ერთი ჩამთადავდე ზემოდან, რომელიც მინდა რომ ეგრევე შევიკონციალო და ეს ჩანთარი. აი მე ნეტა რა არაქალო. ეს საფულე და ოდესღაც აი მაშინ ჩავდებდი ხო ვიცი და ეხა აი რაღაცა ჩავაკვეთე. გუშინ თქვი რომ აღარ ჩავდო მეთქი რომ ხო უნდა წავიდე. მაგრამ არა, აი აქ ამაკ ჩაკვეხებული. აი ჩემი ძვირფასი. აბა რა მიდევ? ბოლოს არის რაღაცების რაღაცა მიდევ აქ. მთელი ატრიბუტები და ამას ეგრევე ჩავდებ აქ. всё. სათითაო მელაგა და ძალიან წუხდებოდი ხოლმე მაგაზე. ჩანთებით. სათითაო რა პირადობა მაქვს, ის ამაქვს. აქეთ ხურდები და გუიდისა, სამი დარიმა გადავიხადო მარშრუტკაში. როგარაც გაძვირდა არა ყოფილვარ. სუჯადი გამაგნებო. აჰა. ესეც ეს. ეს ფურცელიც არ დამრჩეს. რომელია? 20 წუთია. ეხლა დადარჩენი 5 წუთი. თმის გაშრობას მოვუნდები და გავიქცევი. აი ასე. აბა, კარგად, რაღაცა წეწინა ვლოგი გამოვიდა, მაგრამ მისალმება და მოსასვლელად ღირდა. მაგრად